სოხუმი 1918 წელი. ქალაქში ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებით გამოწვეული უსასტიკესი სამოქალაქო ომი. ქალაქი ქაოსშია ჩაძირული. არამწლის ფეოდალიზმის სოხუმში მოულოდნელად ხმა გავარდა, ქალაქს კრეისერი შმიტი უახლოვდებოდა კაპიტან კუზმას მეთაურობით. მეცხრე გამოიყურებოდა კრეისერი და შიგს ხვდა ქალაქს. საქართველოს საცოდავი და უკანა მოპოვარი ქვეყანაა, უნიათო მთავრობითა და მხოლოდ საკუთარ ტყავზე მძღვარი მოქალაქეებით. ორდორი ადამიანები ჩათვალ სოხუმში, რომლებმაც ღირსების ბრძოლა არ დაკარგეს. უზნეოდ არ მოიქცნენ და ბაშკაცორტურის მხრები არ მოშორეს. უჯუში და ჰალი. უჯუში ხა გარეგნულდეს და შინაგანადაც მოხიბავი აფხაზი ახალგაზრდა. თავადი. მეფის დაშლილი ჯარის ოფიცერი და ომის მონაწილე. მისთვის ღირსება და ავტორიტეტი უპირველესია, ის და შიში, ვაჭრობა ერთმანეთს არ ცნობს. უჯუში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს საკუთარ ღირსებას. საკუთარ ქალაქში, საკუთარ ქუჩაზე მშვიდად მოსეირდეს. მოულოდნელად ვიღაც გადამფერი ხრიტანიუკი შეხვდება. მაშინ ხელს მოუგნებს, ეპოლეჩიტებს ჩაასვენს და მოსაგრიჯად მოწერს. მასა ხრიტანიუკის თანხმდება ნებისმიერი კაცისგან საპასუხო რეაქციას. შეწინააღმდეგებას იმსახურება. მithumetes mashin რომ მან მეფხოსთვის ყველაზე უძვირფასესი განძისკენ წმინდა გიორგის ორდენის ორდენისკენ წაიღო ხელი. ამიტომაც ემხას მიერ შმიტის მეზღვაურის უბრალობა პატივაღრისგან თავის დაცვის მცდელობა იყო. ემხა პასუხისმგებლობას არ გაუგის და საკუთარი ნებით მიდის კრეისერზე სასიკვდილოდ, უშიშრად. უჯუშთან ერთად კრეისერზე იმყოფება მისი ძიძიშვილი აფხაზი გლეხი ჰაკი აძმა. ჰაკი თავისი ზნეობით და ერთგული სიყვარულით გაცილებით აღემატება თავადური გვარის განსწავლულ არისტოკრატებს. მას უსიტყვებს მის თავისი ძუძუმდის და მზად არის საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვას იგი. როცა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს იმრავლეს მეზღვაურის მკვლელობას, თვალხმაცობს კუზმასთან რომ როგორი გული მოუგოს და გადაარჩინოს ძმათვის. როცა ძმის სისხლი საკუთარ ღირსებად იქცევა, შეიძლება კი არჩევანი არსებობდეს. ვიბრძოლეთ კაპიტანო, შეცვალეს. ბევრი გყავს ტერი, ძალიან ტერი, ბევრი ეს კარგად ვიცი. ერთი კაცი აბა რა უნდა იყოს, მაგრამ ომში ყოველი კაცი ძალაა, ერთ ჩემზე უკეთ გეწოდინება. არა, ცუდი ჩემის თანაკაცის შემატება ომში. კარგია, ერთი ორი გამოსწვილი კაცისთვის შემოგემატება, რა გენაღვლება. უბრძანე, დავალება მიეცი, ტერს მიუგზავნე და თუ ვერ დაიმარჯვებს, ზედ შეაკალი. ვალთ მაგძო, აფხაზო. არა, კაპიტანო. კი? მის კილოზე გატყო. მე შენ გემორჩინები მხოლოდ შენ. შენ გემორჩილება ქარიშხალიც, დიდი ხარ კაპიტანო, ძალიან დიდი. იმსახურე მე საცოდავი გლეხი ჰაკი აძმა, მუდამ შენი ერთგული ვიქნები. თავს რა წირავდი? იმ ოფიცრისათვის. უჯუში, ჩემთვის ძმაზე მეტია, ძმა ვის გაუწირავს. სადაური ძმები ხართ, შენ გლეხი ხარ, ის თავადი. ერთი დედის ძუძუმ გაგზარდა კაპიტანი. ალბათ ძალა დაგატაეს და შთა გაგონეს ეგ მონური თავგანწირვა რა? ძანებელი, მაგრამ მერთია კაპიტანი. შენ იცი რა ხდება ამ ქვეყნად? ვისთვის ხდება ეს რევოლუცია? რა კი ბნელი კაცი ვარ, არა. ცხოვრება გასწორდება, როცა მტერს დავამარცხებთ. ამისთვის წირავ სიცოცხლეს. შენ კი ჩვენ მოსისხლენ მტერს ეს არჩლები. იმ კაც უჭერ ხარს, ვიც ერთი ჯარის კაც ვერაგულად მოგვიკლა. მეორე დაგვიჭრა. შენი მტერიცაა, ეს უნდა იცოდე. მაკაცის ამბავი. სიკვდილის ღირსი ვარ თორე. თავის განწირვაც კი გინდოდა რომ პასუხისმგებლობა აგეცილებინა მისთვის. თავი ძმების მოღალატედ გამოაცხადე. ჰაკი ღალატი არ იცის კაპიტანი. ღალატი ბევრნაირია აფხაზო. ის კაცი, ვინც შენმა თავადმა მოკლა გლეხი იყო. უბრალოდ გლეხი, ორი შვილი ობლად დარჩა, გესმის შენა. ოცმან ბრიტანიუკის დედას, ის თეთრგვარდიელი ბანდიტიც ეს მიაყოლა. არს კაპიტანი. მითქა გორბაჩი იტყო. რას? თეთრგვარდიელი მე დამახვრეტინე. აგაზე მერე. ოფიცერი სამხედროდ ყויה. მაგით რა გინდა თქვა? ჩვენ არ გვაქვს მისი დაჭერა. უფლებებს ჩვენ ავხვნით. ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება. ან ჩვენ ან ისინი, სხვა გამოსავალი არ არსებობს. მე მოვალე ვარ გითხრა. ჩვენ საუკუნის ბრძოლა დავიწყეთ და ამ ბრძოლაში ცოცხალი თავით უკან არ დავიხევთ. არა!
ჩემო ძმაო, ახანი მარტო დამტოვე იმ კაცთან. ძმის მკვლელი სიცოცხლის ღირსი არ არის. მართალი, ეს არის შენი ძმა, შენსავით ჩაგული და წვლიშვილის პატრონი და არა თავადი და ოფიცერი. სანამ მაგას არ შეიგნებ, შენის თანაბრმა იარაღი მე არ მჭირდება. შევიგნებ კაპიტანო. ჩვენ შენთვის ვებრძვით თავადებს და ოფიცრებს, შენთვის ვწირავთ თავს, შენ კი შენი ძმის მტერს ესარჩლები. ბრიყულად წირავს სიცოცხლეს. ძმისთვის ვწირავ. ეს შენი თავადის მიერ მოკლული მეზღვაურია, შენი ძმა. გაიგე ერთხელ და სამუდამოდ. ტერი და მოყვარე ვერ გაგირჩევია უბედურო ჰაკი, ბნელი და ნათელი. შენ მზე დაანათე ჰაკის დიდო კაპიტანო. შენი მტერი ჰაკის მტერია, შენთვის მოკვდება ჰაკი. ვაი ძმაო, სოლი დაგიქრივე ძმაო, შვილები დაგიობლე, ქვეყანა დაგიქციე ძმაო. შენ ჩემთვის იბრძოდი. ვაი უბედური ჰაკის ბრალი რა უთხრას დედა შენს. რით ანუგეშოს ქვრივი შენი, რით გაახაროს შვილები შენი, რით გამოისყიდოს ცოდვა უბედურმა ძმის მკვლელმა ჰაკი აწვამ ძმაო. კირილი არ იქნება აფხაზო, კირილი არ გინდა, რიგითო გარბაჩ, გისმენთ კაპიტანო, შენ გინდა შურიძიო შენი ძის მკვლელზე. ბოლომა გამგუდავს თუ ჩემი ხელებით არ გავისტუმრო საიქიოში. მაშინ სად იყავი როცა ძმა მოგიკლეს? ქვესკნელში უნდა ჩაყოლოდი, შენ კი დედაკაცივით აღრიალდი. მაგას სხვა სახელი აქვს გარბაჩ. რა სახელი კაპიტანო? შიში შეგეშინდა და ძმები მიატოვე განსაცდელში. თავს ლაპს თუ დამასხობ კაპიტანო. მეზღვაურებო, მიტყა გარბაჩმა ამხანაგ სიკვდილის წინ ზურგი უჩვენა. საკუთარ წყავს გაუფრთხილ და ლაჩარი ჩვენთან ვერ ივარგებს. პასუხი აგოს თქვენს წინაშე, ხრიტანიუკის წინაშე. რა მექნა კაპიტანო? ლაჩარი ხარ გარბაჩ, ლაჩარი. მოღალატე და ლაჩარი ვერ იქნება კრეისერზე რევოლუციის მატროსად. ჩამოწერილი ხარ. უახლოეს ნავსადგურში ჩამოხსოვ. მირჩევნია მესროლოდ. ძმობა არ ცოდნია გარბაჩ. ძმისთვის თავდადება ხომ ნახე შენი თვალებით როგორ კბილებით უჭირავ ძმა როცა ამის თავდადება ყოფნის. აჩის ბოლო საცუდავის იქნია ხოლმე. წაიყვანეთ. ნუგეშინის მცემელო, სულო, ჭეშმარიტებისაო, რომელიც ყველგან ხარ, მომნიჭებელი ცხოვრებისაო, მოვედა დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მართლა ჩვენ ყოვლისა ბიწისა, დააცხოვნე სახიერო სული ჩვენ. შვიდობით ხრიტანი, შვიდობით ძმაო, არ დაგივიწყეთ სანამ სული გვიდგას. იცინე შვიდად. ან მოკვდებით, ან ბოლომდე მივიყვან ჩვენს წმინდა საქმეს. გვიხსენდა გვილხინე ცოდვილთა გამწმინდე ყოველი ცოდვისგან დაგვეხმარა ხოლმე დაიხმარა საქართველოს თენდება ალბათ აგიზა, შენი მეზღვაური მასავით დავიტირე. ძმობა შემოგვიწე, შენ კი უჯუში მომიყალი. კაცი არ ყოფილხარ კაპიტანო. გოსმოდი უბედურო, გოსმოდი საწოდაო, შეჩერდი მე. ეს მონა ადამიანად მაინც ვერ ივარგებდა. ვინ განსჯის ამდენ ხობს კაპიტანი? ისტორია.
ეს მოხდა ქალაქ სოხუმში 1918 წელს.